მოგესალმებით ხალხო. ერთმა ადამიანმა მთხოვა რომ ერთი ადამიანის Facebook პოსტი განმეხილა რას ვიტყოდი ესე იგი და მოდით აბა ვნახოთ ახლა მე ეკრანის ჩამწერის მეშვეობით განახებთ აღნიშნულ პოსტს ერთად წავიკითხოთ და შემდგომ განვიხილავ იმ პოსტში საუბარი არის აი იმაზე რომ თითქოს ბიბლიაში მოხსენიებული არის ორი სხვადასხვა ღმერთი. ერთი არის ის ღმერთი, რომელიც ელაპარაკებოდა მოსეს, ელაპარაკებოდა სხვადასხვა წინასწარმეტყველთ, რომელმაც შექმნა ეს სამყარო ესე იგი და იქიდან მოყოლებული ადამიანიდან მოყოლებული მას კავშირი არ გაუწყვიტავს ასე ვთქვათ თავის ქმნილებასთან და თვითონ ღმერთი იჩენდა ინიციატივას ღმერთმა გადმოდგა ნაბიჯი ადამისკენ ღმერთი დაელაპარაკა მას როცა ადამი ცოდვად დაეცა მას შემდეგ მანამდეც რა თქმა უნდა ღმერთმა შექმნა ადამი და ღმერთი დაელაპარაკა ადამიანს ხოლო შემდგომ როდესაც ადამი ცოდვად დაეცა ღმერთი დაელაპარაკა მას ღმერთი ელაპარაკებოდა თვით კაინსაც ღმერთი ელაპარაკებოდა აგერ ნოესაც, აბრაამს, ისააკს, იაკობს და ღმერთი დაელაპარაკა მოსესაც, ღმერთი ელაპარაკებოდა სხვადასხვა წინასწარმეტყველთაც, იერემიას, დანიელს, ეზეკიელს, ესაია წინასწარმეტყველს და სხვა წინასწარმეტყველთ და იმ ღმერთს ეს ადამიანი ამბობს, რომ ის სულ სხვა ღმერთია, მრისხანე ღმერთიაო, ის არისო და ეს ახალი აღთქმის ღმერთიო, რას ნიშნავს ესე იგი ახალი აღთქმა? ბიბლიის მეორე ნაწილი რაც დაიწერა, ეს პირველ საუკუნეში ესე იგი, ქრისტემ თავის მოციქულებს დააწერინა ეს, რომ ეს ახალი აღთქმის წიგნებში მოცემული ღმერთი, ახალი აღთქმის წიგნებში ღმერთზე მოცემული ინფორმაცია, რომელიც ეხება თითქოს და სულ სხვა ღმერთს, რომელიც არის მოსიყვარულე ღმერთი და ესე იგი ძველი აღთქმის ღმერთი არისო მრისხანეო, რაღაცა ესეთი ღმერთიო, სხვა ღმერთიო, ახალი აღთქმის ღმერთი არისო მოსიყვარულეო. მოდით ახლა წავიკითხავ. ესე იგი, აი ეს კომენტარი შეხედეთ ეს გია ეცგვირაძესთან დაკავშირებით პოსტის ქვეშ ქალბატონმა ლიკამ მომწერა რომ ამაზე რას ფიქრობო თუ წაგიკითხავს აქამდე ამ ადამიანის პოსტებიო და ახლა გავხსნი ამ ბმულს აი ასე არც ისე დიდია რომ ახლა ვერ წავიკითხო დიდიც რო იყოს წავიკითხო იმხელა ბიბლია წავიკითხე და კიდევ ვკითხულობ და არც სხვა წიგნების წაკითხვა მეზარება სხვათა შორის არ მხოლოდ ბიბლიის, არამედ სხვა წიგნებსაც ვკითხულობ ხოლმე და არ მეზარება წიგნების კითხვა. ესე იგი, ვინმე ვატო მარმენიო ვატო და მოდით აბა წავიკითხოთ წინასწარ გაჩვენებთ აი რამხელა არის თუ თქვენ მაინც და მაინც დაგეზარებათ, ნუ მოусმეთ. მაგრამ თუ ეს თემა გაინტერესებთ და თქვენ თვითონ ბიბლია შესწავლილი არა გაქვთ, მოусმინეთ. მაგრამ აი თუ გაინტერესებთ, ყველას გირჩევთ, რომ თქვენ თვითონ ბიბლია ისწავლოთ და აი ასეთ ადამიანებს აი ნუენდობით, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, ესე იგი თუ ბიბლია შესწავლილი არა გაქვთ, ვერ გაიგებთ ეს ადამიანი იტყუება თუ არ იტყუება. ჯერ ეს ერთი და რა აზრი აქვს ახლა აი ასეთი ადამიანების პოსტების წაკითხვას თუ თქვენ თვითონ ბიბლია არ ისწავლეთ და ქალბატონი ლიკაც შესანიშნავად გაიგებდა აი ამ ადამიანის ტყუილებს თუ კი თვითონ ბიბლიას ისწავლიდა და ჩემი დახმარება არ დაჭირდებოდა ამ შემთხვევაში. და ნებისმიერ სხვა ადამიანს მეორე ადამიანის დახმარება არ ჭირდება, იმიტომ რომ ბიბლია არსებობს, ღმერთი ბიბლიიდან
გველაპარაკება და ნებისმიერს შეუძლია ბიბლია ისწავლოს და გაიგოს. ასე რომ არც მე ვარ ისეთი რაღაცა შეუცვლელი და არ იქა ახლა გიორგი ლაცაბიძე თუ გარდაიცვლება, რაღა ეშველებათ სიტყვაზე ვიძახი აი იმ ადამიანებს, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს, ვიდეოებს უყურებს. თქვენ თვითონვე უნდა ბიბლიას სწავლობდეთ და თვითონ იქიდან თქვენ თვითონვე მიიღებთ ისეთ ინფორმაციებს, რომ თქვენ თვითონაც აი ინფორმაციების დაჯერებით, გადარჩებით და აი ასეთ სიცრუებსაც, აი ასეთ ტყუილებს თქვენ თვითონვე გაარჩევთ ბიბლიაზე დაყრდნობით და თქვენ თვითონვე აგერ შეგიძლიათ მსგავსი ვიდეო ჩაწეროთ და სხვებსაც აი ამით დაეხმაროთ, რომ ბიძგი მისცეთ ერთი მეორეს, რომ ბიბლია წაიკითხოთ, ესე იგი. ხო და ეს ჩემი ვიდეო ჩანაწერებიც ემსახურება აი ამას, რომ თქვენ თვითონვე მიხვიდეთ ბიბლიასთან და არა იმას, რომ აი მე მომეწებოთ რაიმე გაგებით. კარგით, ახლა აღარ გავაგრძელებ, მოდით ახლა წავიკითხავ. ვინმე ვატო მარნენიო წერს, ჭეშმარიტი და ცრუ ღმერთი, ორი აღთქმა. ბიბლიური ცრუ ღმერთის და იესოს მამის გაყოფა. ნახეთ ახლა. საუკუნეების განმავლობაში თეოლოგები და მორწმუნეები ცდილობდნენ შეერიგებინათ ბიბლიაში არსებული ღმერთის ერთი შეხედვით შეუთავსებელი პორტრეტები, ერთის მხრივ ძველი აღთქმისა და აპოკალიფსის მრისხანე და ეჭვიანი და დამსჯელი ღმერთი და მეორეს მხრივ იესოს მიერ ნაქადაგები უსაზღვროდ მოწყალე და მოსიყვარულე მამა. ამ წინააღმდეგობის ასახსნელად უამრავი თეორია შეიქმნა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივი და რადიკალურია, როცა სულიერი თვალით იყურები. ესე იგი, ეს ადამიანი აქვე იმთავითვე წინააღმდეგობას ხედავს, ესე იგი, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ღმერთს შორის და იგი ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა ღმერთიაო. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის, რადგან საუბარია არა ერთსა და იმავე ღმერთზე, არამედ ორ სრულიად განსხვავებულ ღმერთზე. ბიბლია არის არა ერთიანი ნაწარმოები, არამედ ბრძოლის ველი, სადაც აღწერილია უცხო ჭეშმარიტი ღმერთის მაცნის შემოსვლა ამ სამყაროს ბრძანებლის იაჰვეს ტერიტორიაზე. მრისხანებისა და კანონის ღმერთი, ეს არისო, ესე იგი, იაჰვეს პორტრეტიო. მოდით მიუკერძოებლად შევხედოთ იმ ღმერთის პორტრეტს, რომელიც დომინირებს ძველ აღთქმასა და იოანეს გამოცხადებაში. ეს არის არსება, რომელიც საკუთარ თავს აღწერს, როგორც ეჭვიანი და შურის მაძიებელი. და ამბობს იგი, ესე იგი, რომ რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი ეჭვიანი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოუკითხავ, მესამე და მეოთხე თაობაში. უმჯობესია აქ გაეგრძელებინა, მაგრამ შეწყვეტილია და მე ამას მე თვითონ გავაგრძელებ აგერ მეორე რჯულის ბიბლიაში, მეორე რჯულის მეხუთე თავში რას წერს ღმერთი, რომ ესე იგი ჩემს მოძულეებს მოუკითხავო და 1000 წილ სიკეთის მსხვერველიო ჩემს მოყვარულთათვისო, ეს აღარ აქვს აქ დაწერილი. ეს არის უსაზღვრო სიყვარული, ეს არ არის უსაზღვრო სიყვარულის, არამედ დაუცველი და მესაკუთრე მმართველის სიტყვები. ასევე მკაცრი და დამსჯელი. ის ბრძანებს მთელი ერების განადგურებას, მათ შორის ქალების და ბავშვების, მაგალითად ქანაანელთა მიმართ. ის უგზავნის სნეულებებს და სასჯელს საკუთარ ხალხსაც კი მცირედი დაუმორჩილებლობისთვის. და აპოკალიპტური მუქარის ავტორი. ბოლო ჟამის სურათი, რომელიც იოანეს გამოცხადებაშია დახატული, სავსეა ამ ღმერთის მრისხანებით. ის საუბრობს ღვთის რისხვის თასების გადმოღრაზე, ღვთის რისხვის დიდ საწნახელზე და არმაგედონის სისხლიან ბრძოლაზე. ის ემუქრება ლაოდიკიის ეკლესიას. ეუბნება მას, ესე იგი. რა კი ნელთბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, გადმოგაფურთხებ ჩემი პირიდან.
ეს არის კოსმიური ტირანის, კანონმდებლის და მსაჯულის პორტრეტი, რომელიც მართავს შიშით, კანონითა და სასჯელის მუქარით. ეს არის იაჰვე, ამ მატერიალური სამყაროს მბრძანებელი. მეორე, სინათლისა და სიყვარულის ღმერთი, იესოს მიერ გამოცხადებული მამაო. ეს ახლა მეორე ღმერთზე გადავიდა მისი გაგებით, რომ ეს მეორე ღმერთი სულ სხვა ღმერთიაო, ეს არისო სინათლისა და სიყვარულის ღმერთი, იესოს მიერ გამოცხადებული მამა. ახლა კი მოდით ვნახოთ, თუ როგორ სრულიად განსხვავებულ რეალობას ქადაგებს იესო. ის საუბრობს მამაზე, რომელიც ტრანსცენდენტული და უხილავია. ღმერთი არავის არსად უხილავს. იოანეს პირველი თავის 18 მუხლი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ძველი აღთქმის ღმერთს, რომელიც ხშირად ევლინებოდა მოსეს და პატრიარქებს. იესოს მამა ამ სამყაროს მიღმაა, შეუცნობელი და მიუწვდომელი ფიზიკური გრძნობებისთვის. რა თქმა უნდა, უსაზღვროდ მოწყალეა იესოს სწავლებების ბირთვი მთლიანად აბათილებს იაჰვეს თვალისწილ კანონს. გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, მარცხენა ლოყა მიუშვირე. ეს არის რადიკალურად განსხვავებული ეთიკა, რომელიც არ ეფუძნება სამართალს, არამედ უპირობო სიყვარულს. და ფუნდამენტი, რითაც უნდა ესე იგი, და ფუნდამენტი, რითაც უნდა განასხვაოთ ჭეშმარიტი ღმერთი ცრუ ღმერთისგან. ჭეშმარიტი ღმერთი არ არის ამ სამყაროსი, რადგან იგი ამბობს უფალი. ესე იგი, რადგან იესო ამბობს, რომ ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური, აცხადებს იესო. ამით ის პირდაპირ ამბობს, რომ ის და მისი მამა სხვა რეალობას, სხვა სამეფოს წარმოადგენენ, რომელიც არ ემთხვევა ამ სამყაროს, რომელსაც მართავს ამ ქვეყნის მთავარი იაჰვე. ან რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვითო. ჭეშმარიტი ღმერთი არის მიმტევებელი მამა და არა მსაჯული. უძღები შვილის იგავში მამა არ სჯის და არ ამხელს დაბრუნებულ შვილს. ის სირბილით ხვდება მას და ეხვევა. ეს არის იმ ღმერთის სახე, რომელიც არ მოითხოვს სამსხვერპლოებსა და მონანიების რიტუალებს, არამედ უპირობოდ იღებს თავის დაკარგულ ნაწილაკს. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთის პორტრეტი, რომელიც არსებობს მიღმა და რომლის ბუნებაც არის სიყვარული და სინათლე. როგორ შეიძლება არსება, რომელიც თავის რისხვას თასებით ხურის დედამიწაზე, იყოს იგივე მამა, რომელიც გვასწავლის გვიყვარდეს მტრები? როგორ შეიძლება არმაგედონის სისხლიანი ბრძოლის მომწყობი იყოს იგივე ღმერთი, რომელიც უპირობო სიყვარულს ქადაგებს და სამეფოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის? არ შეიძლება რომ ეს ორი ღმერთიო ერთი და იგივე იყოსო. ეს ორი სრულიად შეუთავსებელია. ბიბლია იქცა ბრძოლის ველად, სადაც იესოს მიერ შემოტანილი ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ შეერია და დამახინჯდა იაჰვეს რელიგიით. ადამიანში, რომელშიც ჭეშმარიტი ღმერთის ნაპერწკალია, მისი ამოცანაა იყოს არა ბრმა მორწმუნე, არამედ გამჭრიახი არქეოლოგი. მან უნდა შესძლოს ამ ტექსტუალურ ნარევში იპოვოს სუფთა სინათლის მარგალიტები, იესოს ნამდვილი რევოლუციური სიტყვები და განაცალკევოს ისინი იმ ტალახისაგან, რომელიც იაჰვეს კანონებს, მუქარებსა და ისტორიას წარმოადგენს. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს. ნახეთ. ეს კომენტარებიც არის გარკვეული გამოხმაურებები აქვს, ესე იგი, ადამიანები კითხულობენ. მე მინდა ასეთი რამ უთხრა ამ ადამიანებს, ვინც კითხულობს, რომ თქვენ თვითონ წაიკითხეთ ბიბლია, მთელი ბიბლია, არ დაგეზაროთ
და თქვენ თვითონვე შესანიშნავად გაიგებთ იმას, რომ ჯერ ერთი როცა იესო ამბობს, რომ ჩემი სამეფო არ არის ამ ქვეყნიურიო, იგი ამბობს რას, რომ როცა ადამი ცოდვად დაეცა და მთელი მსოფლიო გაეხვია ცოდვაში და ესე იგი მთელი წუთისოფელი ბოროტებაში წევსო, ბოროტება ღვთისაგან არ არის და ღმერთის არ არის. ესე იგი ეს ცოდვად დაცემული სამყაროს სამეფო არ არის ღვთის სამეფო და რას ნიშნავს ეს? ზოგადად ეს პლანეტა ღმერთმა შექმნა, ღმერთი აკონტროლებს მთელ რიგ პროცესებს, რა თქმა უნდა, მისი კონტროლის მიღმა არ არის ეს სამყარო, მაგრამ ღმერთი არ არის ცოდვის მატარებელი და როდესაც იესო დადიოდა სხვადასხვა ადამიანებს კურნავდა და ამავე დროს მათ საზრდოსაც ფაქტიურად აი ასე უფასოდ აძლევდა და ერთ-ერთი სასწაულის დროს, როდესაც უფალმა მრავალათასიანი ადამიანთა ჯგუფი დააპურა, ამ ადამიანებმა მოინდომეს იესოს გამეფება, მაგრამ იესო გაიქცა მათ და შემდგომ მათ უთხრა, რომ ნუ ზრუნავთო იმაზეო, რაც ესე იგი თქვენო იმისათვის კი არ მეძებთო, რომ სასწაული იხილეთო, არამედ იმიტომ მეძებთო, რომ პური ჭამეთო და გაძეხითო. ხო და იესო ადამიანებს მოუწოდებდა იმას, რომ პირველ რიგში იგი მოსული იყო იმისაგან, რომ ცოდვისგან გამოეხსნა ადამიანები, ცოდვისგან ვეხსენით და ჩვენივე ნებით, ვინც იესო ქრისტეს ვირჩევთ და ცოდვისგან გვწმენს მისი სისხლი, მისდამი რწმენით იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლით, ვინც განვიწმინდეთ ცოდვებისგან, აი უკვე ჩვენში ივანებს მისი სული და ჩვენ ესე იგი წმინდანთა, ესე იგი ქრისტეს მიმდევართა, ქრისტეს მოიმედეთა და მის წმინდანთა მეფე ხდება იესო და ზუსტად აი ეს არის, ესე იგი, რომ იესომ ჯერ ცოდვისგან გამოსყიდვის საქმე აღასრულა და შემდეგ ისე გამეფდა მის ხალხზე და არა ისე, რომ ცოდვაში ჩავეტოვებინეთ და ცოდვილ ხალხზე გამეფებულიყო, არა, ჯერ მან ის მსხვერპლშეწირვა თავისი სხეული რომ შესწირა ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად, თავისი სისხლი რომ გაღვარა, ჯერ აი ეს აღასრულა, რომ ცოდვისგან გამოესყიდეთ და შემდგომ ისე გამეფებულიყო ჩვენზე და მან არინება ის, რომ ცოდვილ სამყაროზე გამეფებულიყო, ცოდვაში დაეტოვებინა ადამიანები და საბოლოოდ დაღუპულიყვნენ ადამიანები აი იმ ცოდვის გამო, რომელიც ცოდვასაც ჰქვია ღმერთთან დაშორება. მოდით ახლა მე ბიბლიას გადავშლი, ბიბლიის აპლიკაციას და ყველას მოგიწოდებთ აი იმისკენ, რომ ღმერთი ბოროტი კი არ არის, ღმერთი არის სამართლიანი და იესოც ზუსტად იგივე ღმერთს ქადაგებდა, რომელ ღმერთსაც საუბარი არის ბიბლიის პირველ ნაწილში. ახლა ამ ადამიანმა ისე დახატა, რომ თითქოს იესოს არაფერი უთქვამს განკითხვაზე, განსჯაზე, ერების, ესე იგი, საბოლოოდ განადგურებაზე, რომელი ერებიც და რომელი ადამიანებიც, ინდივიდუალური ადამიანებიც ქრისტეს არ იღებენ. თითქოს ამ ადამიანის თქმით, თითქოს და იესო ქადაგებს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი უპირობოდ სამოთხეში იქნებიან, აბსოლუტურად ყველა ადამიანი უპირობოდ, ხა ვინ მოინანიებს და ვინ არ მოინანიებს, თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს და ყველას უპირობოდ იღებს იესო. ეს ასე არ არის. მოდით ახლა მე გადავშლი ბიბლიას და წავიკითხავ შესაბამის ადგილებს.
ახალი აღთქმის წერილებიდან. ეს არის სახარება მათედან 25 თავი 31 მუხლიდან წავიკითხავ. იესო აქ საუბრობს თავის თავზე და ამბობს ასეთ რამეს, რომ როდესაც მოვა ძე კაცისაო თავისი დიდებით და ყველა წმინდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე, შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით კურთხეულნო მამაჩემის მიერ და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, რადგან მშიოდა და მომეცით, საჭმელი მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ, ან და მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ, ან და შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული ან საპყრობილეში და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. აქ საუბარი არის ქრისტიანებზე, იგივე მსგავსად ამისა, როდესაც საულე იგივე პავლე სდევნიდა ქრისტიანებს და მას დამასკოს გზაზე გამოეცხადა იესომ საყვედურით და კითხვით მიმართა პავლეს და ჰკითხა: საულ, რად მდევნი მეო? ესე იგი ქრისტიანთა დევნა იგივე ქრისტეს დევნა იყო და ასევე ქრისტიანთა დახმარებაც ქრისტიანი ქალების, ქრისტიანი მამაკაცების, ქრისტიანი ბავშვების მნიშვნელობა არ აქვს ამას. ნებისმიერი, ესე იგი ქალი იქნება, მამაკაცი იქნება, ბავშვი იქნება, ყველა ქრისტიანი ქრისტეს ოჯახია და ვინც ქრისტიანებს ეხმარება, იგი ქრისტეს ეხმარება აი ამით. და ზუსტად აი ამას ამბობს, რომ რითაც შეეწიეთო ერთ ამ ჩემს ძმათაგანსო, ძმებს უწოდებს ქრისტიანებს, იმით მე შემეწიეთო. შემდეგ მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში. ეს არის სამართლიანი მსჯავრი დადებული აი ასეთი ადამიანებისადმი, რომელსაც აცხადებს პირდაპირ იესო ქრისტე. და ეხლა ამ ადამიანის, რაც შეეხება ამ ადამიანის პოსტს, რომელშიც ისე ჰქონდა გამოყვანილი, რომ თითქოს იესო არ ქადაგებდა სასჯელს ადამიანებისადმი, მისი ურჩი ადამიანებისადმი, ესე იგი თითქოს იესო ყველას უპირობოდ ღებულობს თავის სამეფოში
და ამ დროს იესო ამბობდა მოინანიეთ, რადგან მოახლოვდათ სათასასუფეველი და ირწმუნეთ სახარებაო. თუ იესო ყველას უპირობოდ ღებულობდა მონანიებისა და მისდამირწმენის გარეშე, როგორც ცდილობს ეს ადამიანი რომ იესო წარმოაჩინოს, მაშინ იესო არ იქადაგებდა იმას, რომ მოინანიეთო და მე მირწმუნეთო და მე ვარ თქვენი მხსნელიო და წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად მოვედიო. ცოდვილთა სახსნელად მოვიდა, ოღონდ ვისაც ეს სურს. ხოლო ის ადამიანები, ვინც იესო ქრისტეს არ ღებულობენ, იესო ქრისტეც არ მიიღებს მათ. და აქ სამართლიან მსჯავრზე ლაპარაკობს იესო, რომ თვით აი ეს ადამიანებიც კი, ვინც ქრისტიანებსაც არ ეხმარებიან, ისეთი გულღრწოები არიან, აი ამით არც ქრისტეს სცემენ პატივს და აი ასეთი ადამიანებიც კი წავლენ საუკუნო სატანჯველში. და იმის თქმა, რომ თითქოს იესო არ ლაპარაკობს სასჯელზე, რისხვაზე, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ეს არის ადამიანთა შეცდომაში შეყვანა ისეთი ადამიანებისა, ვინც ბიბლიას არ სწავლობს. და მან ახლა ვითომ თავისი გაგებით წარმოაჩინა, რომ აი ძველი აღთქმის მოქმედების დროსო, იქ რომ ღმერთი იყო, ის მრისხანე ღმერთი იყობო, იქ ვიღაცებს კლავდაო, ისაო და ამ დროს ქანაანელები ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, აი ვისი განადგურებაც გადაწყვიტა ღმერთმა, აი ეს ქანაანელები აკეთებდნენ ისეთ სასიზღვრობებს, თავის შვილებს, კერპებს წირავდნენ მსხვერპლად. მათში იყო გავრცელებული აი ესეთი ინცესტები, როგორიც არის, ესე იგი, ოჯახის წევრების ერთმანეთთან სექსუალური კავშირი, მამისა, შვილთან, დედისა, შვილთან, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო, ცხოველებთან სექსუალური ურთიერთობა იყო ასევე გავრცელებული იქ, იქ იყო ჰომოსექსუალობა გავრცელებული. და ამას ემატებოდა ისიც, რომ აი თვითონ ისინი კეფთაყვანის ძემაში იყვნენ გადავარდნილები და თავის შვილებსვე სწირავდნენ მსხვერპლად და ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აი ეს ერები მთლიანად გაენადგურებინა, რომ ესე იგი მათ შვილებს აღარ გაეგრძელებინათ და ისინიც არ დაღუპულიყვნენ. უფალი იესო მრავალ ადგილას ლაპარაკობს აი იმას, რომ ესე იგი ძველი აღთქმის დროს და მანამდე, სანამ ის ძველი აღთქმა დაიდებოდა მოსეს დროს, ესე იგი და მანამდეც ეს ღმერთი ერთი და იგივეა. აგერ იგივე, როდესაც სადუკეველებს ესაუბრებოდა, მოდით აბა ესეც ვნახოთ. ეს არის მარკოზის სახარება მარკოზიდან მე-12 თავის აი 24 მუხლიდან აქ საუბარი არის იმაზე, რომ იესო ესაუბრებოდა სადუკეველებს. ეს იყო რელიგიური სექტა იყო, სადუკეველები ერქვათ მათ და მათ არ სჯეროდათ მკვდართა აღდგომისა. მკვდრები რო აღდგებიან, ესე იგი, ვინც გარდაცვლილი იყო აქამდე, რომ აღდგებიან განდიდებული სხეულებით, აი სადუკეველებს ეს არ სჯეროდათ და იესო მათ პასუხობს, რომ თქვენაო არც წერილი იცითო, არც წერილს იცნობთო და არც ღმერთის ძალასო. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ როგორც ანგელოზები ცაში ისე არიანო. ხოლო მკვდართა აღდგომისთვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა. მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ხოლო
ხოლო თქვენ დიდად სცდებით. აი მეც მინდა ვუთხრა ამ ადამიანს სახელად ვატოს, რომ ისიც დიდად სცდება, შემცდარია იგი, როდესაც ამბობს, რომ თუნდაც მოსესთან მოლაპარაკე ღმერთი და იესოს მამა, თითქოს ესენი სხვადასხვანი არიან, იმიტომ რომ იესო თვითონ ადასტურებს, რომ აგერ მოსეს რომ გამოეცხადა ღმერთი და უთხრა მას, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. იესო აღიარებს იმ ღმერთს, რომ ის ნამდვილად ღმერთია და არასოდეს ყოფილა ისეთი რამ, რომ იესო შეწინააღმდეგებოდა წერილებს და ეთქვა, რომ აი ეს მოსეს რო ელაპარაკებოდა ღმერთი, რომელ მოსესაც დაავალა და აგერ აარონს და ისუნავინს, რომ ქანაანელები ამოეხოცათ, იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ის სხვა ღმერთია და ესე იგი, ვინც მე მომავლინა, ის სხვა ღმერთია, არასოდეს უთქვამს. ეს არის ერთი და იგივე ღმერთი. და აი ასეთი პოსტები, როგორც ამ ადამიანმა გამოაცხოს, ემსახურება მოსახლეობაში ადამიანებში დეზინფორმაციის, ესე იგი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, სიცრუის პროპაგანდას და ამას საერთო არ აქვს სახა სწავლებასთან. შეხედეთ ამას, ეს არის სახარება მარკოსიდან, პირველი თავი, მე-14 მუხლიდან წავიკითხავ. იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი, მოინანიეთ და იწამეთ სახარება. უყურეთ, იესო ლაპარაკობდა რას? ადამიანებს ეუბნებოდა მოინანიეთ, ესე იგი მობრუნდითო, მოინანიეთო. მთლიანად ისინი უნდა შემოbrunებულიყვნენ თავიანთი ცოდვებისაგან, უნდა მიეტოვებინათ თავიანთი ცოდვები, უნდა მოენანიებინათ, ეღიარებინათ და უნდა ერწმუნათ სახარება, ესე იგი იესო ქრისტეს სწავლება უნდა ერწმუნათ. სახარება არის რა? თქვენ თვითონვე ამას როცა წაიკითხავთ მთლიან ბიბლიას, გაიგებთ იესომ რა სახარება იქადაგა. ესე იგი იესო ქადაგებს სასიხარულო ამბავს, სახარებას, რომ მან თავისი სხეული შესწირა იმისათვის, რომ ჩვენ, ესე იგი მან ჩვენი ცოდვები თავის თავზე აიღო, მოკვდა ამისათვის, თავისი სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ ჩვენ ცოდვისგან გამოვესყიდეთ და განვეწმინდეთ. ესე იგი ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა, დაიმარხა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად და თავის მხსნელად, ესე იგი იესომ რაც თქვა, რომ აი მე თქვენი ცოდვები ჩემ თავზე ავიღეო, ამას ვინც დაიჯერებს, ის მართლაც განწმენდილი იქნება ცოდვებისაგან და აი ეს არის სიხარული, ამას მოაქვს სიხარული და იმიტომაც ქვია ამ ამბავს სახარება, სასიხარულო ამბავი იესო ქრისტეს შესახებ, რომ მან გამოგვისყიდა ცოდვისგან და ამას თუ მართლაც დაიჯერებ, შენ მართლაც იქნები გამოსყიდული. და ზუსტად აი ამას ლაპარაკობდა იესო და დღესაც ადამიანებს უკვე წერილიდან ელაპარაკება, რომ მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარებაო, იწამეთ სახარებაო. და თუ იესო ყველა ადამიანს უპირობოდ იღებდა, მაშინ რატომღა მოუწოდებდა მოინანიეთო? ესე იგი აუცილებელია მონანიება და იესო ქრისტესადმი რწმენა. აუცილებელია ეს. აგერ თვით იესო ქრისტეს ჯვარც, ვინც იესო ქრისტე ჯვარს აცვა და ვინც ეს იმ ხალხიდან, ვინც პილატეს უყვიროდა იესოზე, რომ ჯვარს აცვიო, აი იმ ადამიანებიდან ბიბლიაში ჩაწერილი არის, რომ მინიმუმ 8000-მდე კაცმა მოინანია და იესო ქრისტესი ირწმუნა. ესე იგი მათთვისაც აუცილებელი იყო
მონანიება და მათთვის უფალს ხელი არ უკრავს. მიუხედავად იმისა, რომ მათ იესო ქრისტე აგერ ჯვარსაცვეს თავიანთი შეძახილებითა და თავიანთი მოწოდებებით, რომ პილატე შეაშინეს ფაქტიურად, ესე იგი შეშინდა პილატე, ხელები დაიბანა, ხალხს დაუჯერა და ჯვარს აცვეს, მაგრამ ეს თვითონ უფლისაგან იყო ეს მოცემული, რომ იესო უნდა შეწირულიყო. ესე იგი იესოს შეპყრობა და მისი ჯვარცმა არავის შეეძლო, არამედ ეს თვითონ ღვთისაგან იყო დადგენილი. და ეს მოხდა მათი ხელით, რომ აი იესომ მათი ცოდვებიც აზიდა ძელზე, აი ხის ჯვარზე, რომელზეც იგი ეცვა ჯვარს. თვით პილატეს ცოდვებიც კი იესო მიტვირთა და აბსოლუტურად ყველა ადამიანისა, ვინც იმ დროს იყო დაბადებული, ვინც მანამდე არსებობდნენ და ვინც მომავალში დაიბადებოდნენ და ასევე ჩვენიც, ჩემიც და ყოველი თქვენგანისა, ვინც ახლა ამ ჩანაწერს უსმენთ. მთავარი არის, რომ დღევანდელი ადამიანების რწმენა შეეზავოს მოსმენილს, ესე იგი, თუ თქვენ იესოს ამბავს მოისმენთ, წაიკითხავთ და თქვენს რწმენას არ შეურწყავთ მოსმენილს, ესე იგი ამას არ დაიჯერებთ, თქვენ ისევ თქვენს ცოდვებში დარჩებით და ხოლო თუ დაიჯერებთ, თქვენც განიწმინდებით ცოდვისაგან იესო ქრისტეს იმ ერთხელ ერთგზის შეწირული მსხვერპლისა და ერთგზის დაღვრილი სისხლის მეშვეობით. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენივე ცოდვა თქვენზევე დარჩება და საბოლოოდ რისხვა თქვენც დაგატკდებათ. ამჟამად მე რაც მიმოვიხილე, აი ეს საკმარისი არის იმისათვის, მოდით ახლა. ესე იგი ეს რაც მიმოვიხილე, საკმარისი არის იმის დასადასტურებლად, რომ აი ეს ადამიანი ვატო, რომელმაც ეს პოსტი დაწერა, არ ვიცი მე ამ ადამიანმა ვიღაცისგან გადმოწერა, ვიღაცის ესე ბრმად გაიმეორა, მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილს, თუ არა მიზანმიმართულად ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი ბიბლიას არ ეყრდნობა. ეს ადამიანი იესო ქრისტეს სწავლებას არ ეყრდნობა და ამ ადამიანის მიზანი სულ სხვა რაღაცა არის. ამიტომაც არის, რომ მე მოგიწოდებთ იმისკენ, რომ არ ენდოთ ასეთ ადამიანებს. თქვენ თვითონ ბიბლია აიღეთ, წაიკითხეთ, ნუ იქნებით ზარმაცები, ნუ იფიქრებთ აი იმას, რომ თითქოს ეს არ არის აუცილებელი, თითქოს აი თქვენ უკვე ხართ ქრისტიანები, ვინც ასე ფიქრობთ და ბიბლია არ იცით. ნუ იფიქრებთ აი ამას. იფიქრეთ ის, რომ თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ ღმერთის ბიბლია და თქვენ თვითონ მთელ რიგ საკითხებში უნდა გაერკვეთ, რათა სხვადასხვა ადამიანებისგან არ იყოთ მოტყუებულები. შესაძლებელი არის ის, რომ ადამიანი ესე იგი გაქრისტიანდეს იესო ქრისტესადმი რწმენით, მართლაც გაქრისტიანდეს, მთელი ბიბლია არ იცოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ასეთი ადამიანი, ასეთი მორწმუნე ქრისტიანი უფრო მოწყვლადია, ვიდრე ის ქრისტიანი, რომელმაც მთელი ბიბლია იცის. მოწყვლადია და უფრო ადვილი არის ასეთი ქრისტიანის მიმართ გონების ამღვრევა, იმიტომ რომ თუკი პირველ საუკუნეში მცხოვრები გალატელები გზას აცდნენ, პავლე მოციქულს აღარ უჯერებდნენ, ესე იგი პავლემ თავიდან რაც მათ უქადა იმ სიტყვას გადავიდნენ და სხვა ცრუ მასწავლებლების მოსმენა დაიწყეს, მაშინ მით უმეტეს დღევანდელობაში ადამიანი უბრალოდ ქრისტიანი არ უნდა მოდუნდეს.
არ უნდა მოდუნდეს. და თვითონვე უნდა ისწავლოს მთელი ბიბლია, რომ ასეთ ცრუ მასწავლებლებს გაუმკლავდეს, არ მოექცეს მათი ცრუ სწავლების გავლენის ქვეშ და თავადაც დაეხმაროს ნაკლებად ნასწავლ ადამიანებს და ქრისტიანებს, რომ ერთმანეთს შემოუძახოთ, ესე იგი, რომ ბიბლია ვისწავლოთ და ეშმაკს არ მივცეთ იმისი შესაძლებლობა, რომ ასეთი შხამი დათესოს ჩვენში და ასევე სხვა ადამიანებშიც. ამ შემთხვევაში მე როგორც ქრისტიანს შემიძლია ის, რომ ვილაპარაკო, მეტი მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. ქრისტეს სწავლებით ყველა სახის ძალადობა, ესეთი ფიზიკური ძალადობა, ლანძღვაგინებითი ძალადობა მიუღებელია, არ არის სწორი, არამედ ეს იარაღი, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვიბრძვით, ეს იარაღი, რომლითაც ვიბრძვით ჩვენ, არის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვები, რომლებიც დღეს ღმერთის წერილშია ჩაწერილი. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.